მინდა მიმართო ქართველ ერს საქართველოსა და ემიგრაციაში. საქართველოს ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარი კომიტეტი ემიჯნება ყველა რევოლუციურ განვითარების სცენარს საქართველოში. მართალია უზურპირებული მოღალატეობრივი ხელისუფლებარი დანაშაულებრივი მოღალატეობრივი რეჟიმი, საოკუპაციო რეჟიმი, მარიონეტული რეჟიმი და სამართალ მემკვიდრე სამხედრო ხუნტისა საქართველოში. მაგრამ ყველა რევოლუციური სცენარი დღეს ყველა რყევა საქართველოში ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. მოღალატეობრივი კოლაბორანტი ოპოზიციის მიერ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობა და რევოლუციური სცენარის უკან დგას უცხო სახელმწიფოები. და როგორც ერთ მხარეს უზურპირებულ ხელისუფლებას, ისე მოღალატეობრივ ოპოზიციას დაეკისრება ღვთისა და ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის 4 ოქტომბრის და 4 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული სცენარის თუ ქართველმა ქართველი სისხლი დაღვარა, რამე თუ მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობა მისი პატრიარქების ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავას ბრძოლა იყო ქრისტეს მიერი, იყო მშვიდობიანი და მშვიდობიანი სამართლიანი ბრძოლით, ქრისტეს მიერი ბრძოლით 70 წლიანი ტოტალიტარული მმართველობა საბჭოთა ბოროტების იმპერიისა დაემხო საქართველოში. ოკუპაცია, ფაქტობრივი ანექსია და მშვიდობიანი აქციებითა და მანიფესტაციებით აიძულა საბჭოთა საქართველოს